ისტორია არ არის მხოლოდ თარიღების და მშრალი ფაქტების კრებული. ეს არის დიდი გადაწყვეტილებების და კიდევ უფრო დიდი შეცდომების ჯაჭვი. ხშირად ერთი ადამიანის ხელმოწერა, ერთი დაგვიანებული ბრძანება ან უბრალოდ თავდაჯერებულობა ხდება მიზეზი იმისა, რომ იმპერიები ინგრევა, ხოლო ერები აწლეულების განმავლობაში კარგავენ თავისუფლებას. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმ ფატალურ შეცდომებზე, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ რეალობის არასწორმა აღქმამ სამყარო კატასტროფამდე მიიყვანა. რატომ ვუშვებთ ერთსა და იმავე შეცდომას საუკუნეების მანძილზე? მოდით ერთად გავყვეთ ისტორიის ყველაზე მწარე გაკვეთილებს. დავიწყოთ ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული მაგალითი. 1921 წლის დასაწყისი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არსებობის მესამე წელს ითვლის. ქვეყანა აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. გაჩაღებულია რეფორმები. თბილისში ევროპული სული ტრიალებს. მაგრამ ჩრდილოეთიდან დიდი საფრთხე მოდის. ბოლშევიკური რუსეთი უკვე გეგმავს ოპერაციას. აქ კი ხვდებით პირველ დიდ შეცდომას. რეალობის არასწორი შეფასება. საქართველოს მაშინდელ პოლიტიკურ ელიტას ჰქონდა ილუზია, რომ რუსეთთან გაფორმებული 7 მაისის ხელშეკრულება მათ დაიცავდა. არსებობდა რწმენა, რომ დასავლეთი არ დაუშვებდა პირველი ქართული დემოკრატიის დაცემას. შედეგად, როცა წითელი არმია საზღვრებზე მობილიზებული იყო, თბილისში ბევრს ეგონა, რომ ეს მხოლოდ დიპლომატიური შანტაჟი იყო. მთავრობამ დააგვიანა სრული მობილიზაცია. როცა რეალობას თვალი გაუსწორეს, მტერი უკვე თბილისის კარიბჭესთან იყო. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა 70 წლით. გაკვეთილი ნათელია. აგრესორის დაპირება არაფერს ნიშნავს, თუ მას ზურგჩენი, საკუთარი ჯარი და მზადყოფნა არ უმაგრებს. თუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ პატარა ქვეყნები ცდებიან, გადავინაცვლოთ 1938 წლის ევროპაში. მიუნხენის შეთანხმება. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ იწვევს მშვიდობის ნებისმიერ ფასად შენარჩუნების მცდელობა ყველაზე სისხლმღრელ ომს. ბრიტანეთის პრემიერმა ჩემბერლენმა და საფრანგეთის ლიდერმა დალადიემ ჰიტლერს ჩეხოსლოვაკიის ნაწილი დაუთმეს. მათ ეგონათ, რომ ტირანს ამით დააპურებდნენ და ომს აიცილებდნენ. ჩემბერლენი ლონდონში თვითმფრინავიდან გადმოვიდა, ბრიუსელი აფრიალად თქვა: მე მოგიტანეთ მშვიდობა ჩვენი თაობისთვის. ისტორიამ ეს ბრიუსელი რამდენიმე თვეში ნაგავში მოისროლა. უინსტონ ჩერჩილმა მაშინ თქვა: თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი და მაინც მიიღებთ ომს. ზუსტად 1 წელიწადში დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. შეცდომა აქ იყო იმის დაჯერება, რომ დიქტატორს შეიძლება მოელაპარაკოს სვისი თავისუფლების ხარჯზე. მესამე კატასტროფული შეცდომა, რომელიც ისტორიაში მუდმივად მეორდება, არის შიდა იზოლაცია. ეს ხდება მაშინ, როცა მმართველი ძალა წყვეტს ხალხის მოსმენად. ავიღოთ საფრანგეთის რევოლუცია, ან მერფის რუსეთის დაცემა. ორივე შემთხვევაში ელიტა სჯეროდა, რომ ხალხის უკმაყოფილება გარე ძალების მართულია და არა რეალური პრობლემების შედეგი. როცა დიალოგს ცვლის ძალადობა, ხოლო კრიტიკას რეპრესია, სახელმწიფო კარგავს ლეგიტიმაციას. ისტორია გვაჩვენებს, რაც უფრო მეტად ახშობს საზოგადოების ხმას, მით უფრო მეთქებადი ხდება ის. არც ერთი რეჟიმი არ დაცემულა უმიზეზოდ. დაცემა ყოველთვის იწყება იქ, სადაც ლიდერებს გონიათ, რომ მათ ხალხზე მეტი იციან. ეს არის შეცდომა,
რომელიც ყოველთვის რევოლუციით დანგრევით სრულდება. მეოთხე შეცდომა ყველაზე ვერაგია. ეს არის ძმენა, რომ ისტორია ჩვენს ხარისაა. ბევრ ლიდერს ნაპოლეონიდან დაწყებული სხვები დამთავრებული სჯეროდათ საკუთარი უძლევადობის. მათ ეგონათ, რომ რადგან აქამდე იმარჯვებდნენ, ბედი ყოველთვის მათ გაუღიმებდათ. მაგრამ ისტორია არავის ხარეს არ არის. ის არ პატიობს დაღილობას, არ პატიობს არასწორ გათვლას და არ პატიობს ხვისი რესურსების დაუფასებლობას. როცა ამბობ, ეს ჩვენთან არ მოხდება. სწორედ მაშინ ხვდები ყველაზე მოწვლადი. ისტორიული სიბრმავე ყველაზე დიდი უფუნება, რომლის უფლებასაც სახელმწიფოები საკუთარ თავს აძლევენ. ისტორია არ მეორდება ზუსტად, მაგრამ ის მუდმივად გვაძლევს მინიშნებებს. 1921 წლის თბილისი, 1938 წლის მიუნხენი თუ დღევანდელი გამოძიებები. ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. თავარი გაკვეთილი ისაა, რომ მშვიდობა და თავისუფლება არ არის მოცემულობა, რომელიც თავისით ნარჩუნდება. მათ ყოველდღიური მუშაობა, სწორი ანალიზი და რეალობისთვის ხვალის გასწორება სჭირდება. ჩვენი ვალია ვიცოდეთ წარსული, რათა არ გავხდეთ მისი ტყვეები. გმადლობთ, რომ მომისმინეთ. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და კომენტარებში დამიწერეთ. თქვენი აზრით, რომელი იყო ისტორიაში ყველაზე აბსურდული შეცდომა? მომავალ შეხვედრამდე.